Თეთრი კვადრატი მინდელზე. ასე ქვია უბნური განაშენიანების პროექტს, რომელსაც დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატი გვთავაზობს. კომპანიამ პროკრედიტ ბანკთან და ოტისის წარმომადგენლობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეხვედრაზე თეთრი კვადრატის მმართველმა პარტნიორმა მინდელის ინოვაციურ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ქალაქის ცენტრში შენდება და რაც მთავარია, დეველოპერული კომპანიის საცხოვრებელ კორპუსებში დამონტაჟდება ოტისის მაღალი ხარისხის ლიფტები, რომელსაც 170 წლიანი ისტორია აქვს. მოდით ვნახოთ ნათია დავითაშვილის სიუჟეტი. თეთრმა კვადრატმა პროკრედიტ ბანკთან და ოტისის ოფიციალურ პარტნიორ მეპერსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მინდელის პროექტზე. დოკუმენტის ფარგლებში თეთრი კვადრატის მორიგი მინდელის საცხოვრებელ კომპლექსში ოტისის ბრენდის უმაღლესი ხარისხის ლიფტები დამონტაჟდება. მოგეხსენებათ ოტისი გამოირჩევა თავისი ხარისხით, სანდოობით, საიმედოობით და ჩვენთვის უსაფრთხოება ადამიანის ისევე როგორც პროდუქტის ხარისხი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენი პროექტების განხორციელებისას. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ასეთ სერიოზულ კომპანიასთან დავიჭიროთ ურთიერთობა, რომელსაც 170 წლიანი ისტორია აქვს ამ სფეროში და არის მსოფლიოს ლიდერი ლიფტების წარმოებაში. კომპანია მეპერსი ოტისის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს შესაძლებლობას ისარგებლოს მსოფლიოში აღიარებული ხარისხით და ინოვაციით. კომპანიამ არაერთი ფართომასშტაბიანი პროექტი განახორციელა და ათეულობით მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსსა და პრემიუმ კლასის სასტუმროებს ემსახურება. ოტის ეს არის კომპანია, რომელმაც პირველად შექმნა სამგზავრო ლიფტი, რომლის დამონტაჟებაც მოხდა ნიუ-იორკში 1856 წელს და დღეს ოტისი დაახლოებით 2,4 მილიარდ ადამიანს ემსახურება ყოველდღიურად. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში თეთრი კვადრატის წარმატებული საქმიანობის ისტორიაში პირველად მინდელის პროექტს პროკრედიტ ბანკი დააფინანსებს, რაც დამატებით დაგეგმილი იდეების განხორციელებას და პროექტის წინსვლას შეუწყობს ხელს. აქ შეიძლება გამოიყოს სამი მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველი ეს არის გამოცდილება, რომელიც თეთრ კვადრატს გააჩნია, ეს არის მენეჯმენტი, რომელიც თეთრ კვადრატს ყავს და ასევე მესამე ეს არის ენერგოეფექტური პროექტი, რაც პროგრედიტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ გარემოზე ზრუნვა და მწვანე პროექტების დაფინანსება პროგრედიტ ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატი საქართველოში 11 პროექტით არის წარმოდგენილი, მათ შორის 3 პროექტი უკვე დასრულებულია. ეს არის მინდელის პროექტი, რომელიც ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს 2 14 სართულიან, 1 15 სართულიან და 3 22 სართულიან კორპუსებს. თითოეულ კორპუსში 100-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართები იქნება განთავსებული. საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სათამაშო და სპორტული მოედნები, რეკრეაციული ზონა, კაფე, რესტორნები, სალონები და მობინადრეების საჭიროებებზე მორგებული ბევრი სხვა ობიექტი. გამორჩეული არქიტექტურა, ხარისხზე კონცენტრაცია და მაცხოვრებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ყველაფერი ერთ სივრცეში, ქალაქის ცენტრში, თუმცა ქალაქის ხმაურისგან მოწყვეტილ გარემოში. ეს არის პირობები, რომელსაც თეთრი კვადრატი მინდელის ინოვაციურ პროექტში ახალ მოსახლეებს სთავაზობს.